რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრებს, მანანა კობახიძე მართველი გუნდიდან და უმცირესობიდან პავლე კუბლაშვილი. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა ორივე სტუმარს რომ მონაწილეობთ. და ბატონო პავლე, დავიწყებთ თქვენგან ამჯერად, რადგან ოპონენტების შენიშვნები არ მოგვისმენი ამ სტუდიაში. ბატონ დავითთან საკმაოდ ვრცლად ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე. იყო ძალიან მძიმე შეფასებები ამ თვითმმართველობაზე პატრიარქის მხრიდან, ამით დავიწყე გადაცემაც და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, თუმცა არც ისე კარგად არის ცნობილი საპარლამენტო უმცირესობის შენიშვნები. ვთქვათ, იქ სეპარატიზმის საფრთხეზეც იყო საუბარი ქვეყნის დაშლის და ასე შემდეგ. იზიარებთ თუ არა? ხო, ამადვიდეო სწორედ. თქვენ თუ იზიარებთ ამ შენიშვნებს და რა კონკრეტული პრეტენზია გაქვთ თქვენ ამ კოდექსთან მიმართ? პირველ რიგში მე მინდა ერთი რამ გთხოვოთ ბატონმა დავითმა საკმაოდ დიდი დრო წაიღო, ამიტომ მე თუ მომეცემა საშუალება რომ ცოტა უფრო ცლად ვისაუბრო ჩვენ პოზიციებზე კარგი იქნება და ალბათ ბატონ მანანა შემდეგ გვეტყვის თავის პოზიციას. დავიწყოთ იმ შეფასებებით, რაც გაკეთდა და შეფასებები დაკავშირებული სეპარატისტთან და ასე შემდეგ. ეხლავე შემიძლია ცალსახად თქვა, კატეგორიულად ვემიჯნებით მსგავს შეფასებებს, ვის მიერაც არ უნდა იყოს ის გაკეთებული. მათ შორის მე მიმაჩნია, რომ ამ ტიპის შეფასებები არც ქადაგების დროს ამბიონიდან არ უნდა კეთდებოდეს და ეს ცილდება სეკულარული სახელმწიფოს ფარგლებს. ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ პოლიტიკოსები სამწუხაროდ, გარკვეული ნაწილი მათი დღეს ჯერ კიდევ ცდილობენ, რომ ეკლესია გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნების. მე არ ვიცი რომელ კონკრეტულ პოლიტიკოსზე არის საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია არასწორად მიეწოდა აქედან გამომდინარე ის შეფასებები, რაც გაკეთდა პატრიარქის მიერ, მე ვფიქრობ, არის აბსოლუტურად გადაჭარბებული და არანაირი საფრთხე სეპარატიზმთან დაკავშირებით ამ კანონპროექტში არ არის. თუმცა კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის მართველი გუნდის უფრო მეტი პასუხისგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ეხლა როდესაც პატრიარქის განცხადება და შემდეგ გამოდიან თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზეციაშვილი, ვიქტორ დოლიძე საგარეო ურთიერთობათა ამბობენ, რომ აი ჩვენ პატრიარქისგან მოვისმინეთ და ეხლა უფრო დავინტერესდებით ამ საკითხით. ეგ ცოტა არ იყოს უპასუხისგებლობაც არის ამ საქმესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვერ გავიგე, საერთოდ რო არაფერი არ თქმული იყო პატრიარქის მხრიდან, ეს კანონპროექტი არ უნდა წაეკითხათ თუ ნაკლებად აქტუალური იყო ის რეფორმა, რაც ხორციელდება. ამის შემდეგ დაინტერესდა მართველი გუნდის ეს რეაქცია თავისთავად მე ვფიქრობ, რომ არაბუნებრივი არის, თავისთავად ის განცხადებები, რომ აი რახან პატრიარქმა მოგვიწოდა, ამიტომ წავიკითხავთ ამ კანონპროექტს. მე ვფიქრობ, რომ უპასუხისგებლობაზე მეტყველებს, მაპატიონ ჩემმა კოლეგებმა, მაგრამ ესეა და მეორე მხრივ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც, რომლებსაც სურთ, რომ პატრიარქის უკან დადგენ და იქიდან თქვა, რომ აი მარტო ჩვენ კი არ ვფიქრობთ, ისიც ასე ფიქრობს. ესეც არ არის სწორი პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა არის პოლიტიკის და ეკლესიის, პოლიტიკის და რელიგიის გამიჯვნა და ეს ესე უნდა მოხდეს. თუმცა ეს არ გამოიწვევს შეფასების უფლება ქონდა პატრიარქს და თავისთავად მაგრამ მე გეუბნებით გამიჯვნის ხარისხზე და გამიჯვნის აუცილებლობას. ეხლა მთავარი რაც არის, აქ ბატონმა დავითმა ძალიან ბევრი ისაუბრა იმ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია კანონპროექტში. ძალიან მომეწონა რაღაც ნაწილში მისი საუბარი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ცალსახად თქვა. არაფერი რაც ბატონმა დავითმა აქ თქვა რეფორმასთან დაკავშირებით იმ კანონპროექტში, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში არ წერია. როდის შეიკრიბნენ, რა გადაწყვიტეს, როდის გახდა ეს მარტივად გეტყვით ყველაფერს. ანუ ცვლილებებია შეტანილი, თქვენ ფიქრობთ? ცვლილებებიც არ არის შეტანილი, საქმეც მაგაშია. ეხლა ყალიბდება გუნდიო. ჩვენი მთავარი მიზანი და მთავარი პრეტენზია რა არის? მთავარი პრეტენზია არის ამ იდეის ავტორთან. თვითმმართველობის კოდექსი მოამზადა ბატონმა ნარმანიამ და ეს მიიჩნევა მის ერთ-ერთ დიდ წარმატებად, რომ აი ესეთი წარმატებული კოდექსი. ეხლა აღმოჩნდა, რომ ამ კოდექსში არც არჩევნების თარიღზე არ არის საუბარი, არც საარჩევნო პრინციპებზე არ არის საუბარი, არც ფინანსებზე არ არის კანონით განსაზღვრული, არც ფინანსებზე არ არის საუბარი, არც იმაზე არ არის საუბარი, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ცალკე ზუგდიდის გამოყოფის შემთხვევაში სხვა სოფლებისგან მუნიციპალიტეტი. ეს ყველაფერი არის კანონის მიღმა. მაშინ როგორ არის ეს ნარმანიას ყველაზე წარმატებული რეფორმა? ან საერთოდ რა რეფორმაზეა საუბარი? თამამად შემიძლია თქვა და ყველა ვინც წაიკითხავს იმ კანონპროექტს, რომელიც შემოტანილია. ეს არ არის არანაირი კავშირში რეფორმასთან. იდეები, რომელიც წარმოადგენდა ბატონმა დავითმა, კი ბატონო გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. არის იდეები, რომელზეც კი ბატონო გავყვებით და აუცილებლად ამასაც ხარს დაუჭერს. მაგალითად, იგივე პირდაპირ არჩეული მერები და გამგებლები. ბატონმა დავითმა თქვა, რომ აი ყველა რაიონს ეყოლება პირდაპირ არჩეული გამგებელი და მერი. არ არის ესე, არ წერია კანონში ესე. კანონში წერია, რომ მხოლოდ იმას, რომელიც გამოეყოფა, ანუ თქვა ზუგდიდი ამ შემთხვევაში, რომელიც ცალკე ქალაქი, იმას შეიძლება კონდეს პირდაპირ არჩევის უფლება მერის. ამიტომ ეს ყველაფერი არის მოუმზადებელი. მე არ ვამბობ, რომ რეფორმა უნდა შეჩერდეს, არა, აი ესეთი პრეტენზიები ჩვენ კანონის მიმართ არ აქვს პირიქით. ჩემი პრეტენზია მდგომარეობს იმაში. თუ ჩვენ ვატარებთ ივნისის თვეში არჩევნებს,
ეხლა კი არ უნდა იწყდებოდეს ეს საკითხები, აბა როგორ დავწეროთ კანონპროექტში. ეხლა ეს ყველაფერი მზად უნდა იყოს და პირველი მოსვლაც უკვე ჩატარებული უნდა იყოს პარლამენტში. იმისათვის რომ საჯარო განხილვები დააგვიანა მართლმა გუნდმა. საჯარო განხილვები მოდი პირდაპირ თქვა ამ კანონპროექტს არ ახსნა. არ იყო ამასთან დაკავშირებული დისკუსია. ეხლა დაიწყო დისკუსია, რაც უკვე დაგვიანებულია, ჩემი აზრით, მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. თუ ჩვენი მიზანია რომ ივნისში ჩატარდეს არჩევნები, რასაც კანონი გვავალდებულებს ამ შემთხვევაში, მაშინ ამაზე ეხლა მსჯელობა დაგვიანებულიც არის და მეტიც არის და ამაზე ნორმალია მე რა თქმა უნდა წარადგინათ მერობის კანდიდატად პირიქით საკვედური უნდა გამოეცხადებიან ზოგადად ამ ადამიანის მიმართ კანდიდატურაზე მერის აუცილებლად სიმპათიები ჩემთვის გაუგებარია ამ ადამიანს უკავშირდება ჩავარდნილი თვითმმართველობის რეფორმა დღეის ეტაპზე და სანამ დათო უსუფაშვილი დაიწყებდა ამის ახსნას ყველასთვის გაუგებარი იყო რა ხდებოდა უკავშირდება გაჩერებული რკინიგზის თემა უკავშირდება გაჩერებული მშენებლობების თემა ეს არის კარგი, მოდით მერობის კანდიდატზე ცალკე ვისაუბროთ. აუცილებლად მივცეთ ქალბატონმანას პასუხის გაცემის საშუალება. ანუ უცირესობა თulis რომ გვიან დაიწყო განხილვები და ვთქვათ ის რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე მისაუბრა, ჯერჯერობით ფურცელზე დატანილი არ არის. იგეგმება ამ ცვლილებების შეტანა, ვთქვათ პირველ განხილვაზე სანამ გავა ეს კანონპროექტი. ან იქნებ შეტანილი არის უმცირესობა. გავცემ პასუხს ბატონ პავლეს. პირველ რიგში გეტყვით რომ ამ კანონპროექტზე მუშაობა და ზოგადად თვითმმართველობის რეფორმაზე როგორც დავით უსუფაშვილმაც ბრძანა, დაიწყო მაშინვე, როგორც კი 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში დამუშავდა ეს კანონპროექტი და მინდა გითხრათ რომ დაახლოებით 50 მეტი თუ არა საჯარო განხილვა თუ შეიძლება მე თქვენ არ გიშლით ბატონ დავითს ქონდა დრო და გაგაზუსტებით ერთი კითხვა ძალიან მარტივი თქვენ როდის ნახეთ ეს კანონპროექტი როდის ვნახე და ეს კანონპროექტი როგორც კი შემოვიდა პარლამენტში ვნახე მაგრამ მანამდე გეტყვით ჯერ კიდევ არა უკაცრავად რა როდის ვიხდი მანამდე მე გეტყვით რომ ჯერ კიდევ სრულად ახალი აი პროექტი რო ერქვა დიახაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად განხილვისას მოადგილემ ბატონმა შერგელაშვილმა ჯერ კიდევ პროექტი ნარმანიას მოადგილემ და ეს იყო ალბათ შეიძლება სადღაც 4 თვის წინაც ახლა მე ზუსტად არ მახსოვს მე გეტყვით შეგიძლიათ ამოიღოთ ყველა იმ შეხვედრის არ ვიცი ჩანაწერი სად შედგა ეს შეხვედრა ვისთან შედგა 50-მდე მეტი თუ არა საჯარო განხილვის ფორმატში შეხვედრები შედგა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და რა თქმა უნდა მაშინ მე გითხავთ უბრალოდ ეხლა რატო მოყვა აი ამდენი აზრთა სხვადასხვა შეფასებები ანუ ეხლა რატო გახდა განხილვის თემა პავლე გარდა ამის ეხლა ეს კოდექსი არ არის რაღაცა საქართველოში რაღაცა ახლად შექმნილი ისეთი სამართლებრივი ნორმების რაღაც ერთობლიობა რომელიც არანაირად არ არის მესმის მაგრამ ჩვენ ხომ რაღაცით ხელმძღვანელობთ მინდა გითხრათ რომ სპეციალური ვიზიტებიც კი იყო ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში, მაგალითად შვეიცარიაში და იმისთვის რომ ჩვენ მოდელებს გავეცნოთ და იმისთვის რომ გქონდეს ნიმუშად რა ხდება ევროკავშირის ქვეყნებში უკაცრავად ბოდიშს ვიხდი დავასრულებ რა თუ შეიძლება ჩვენ რა თქმა უნდა გერმანიის მაგალითიც განვიხილეთ რა თქმა უნდა საფრანგეთზეც იყო საუბარი ანუ თვითმმართველობა ეს არ არის რაღაცა ქართული რეალობის მონაგონი ხო ფედერაცია გერმანია სხვადასხვა ვერსიებს განიხილავთ ამას გულისხმობთ ჩვენ კი არ განვიხილავდით ვიდრე ჯერსტი ჩვენ რაც გვინდოდა ეს ჩვენს პროგრამაშია გაწერილი როგორი გვინდა ჩვენ არსად არ გვიწერია რომ ჩვენ რაღაცა ფედერალურ მოწყობაზე მივდივართ ჩვენს პროგრამაში ძალიან კარგად არის გაწერილი რომ ჩვენ გვინდა რეალური თვითმმართველობა ამ ქვეყანაში და თვითმმართველობის ასე ვთქვათ თვითმმართველი ორგანოებისთვის მეტი უფლებამოსილების მეტი ფინანსების მიცემა და ასე შემდეგ ანუ ჩვენ როდესაც რეფორმის პროცესია ზოგადად ხელისუფლება ცხადია ის არ იკეტება მხოლოდ ერთი ქვეყნის რაღაცა საკანონმდებლო სივრცეში და ეცნობა დიახ ჩვენი პარტნიორი ვის კარგი და კიდევ იზიარებთ თუ არა ვთქვათ შეიძლება დავასრულოთ რა იმიტომ რომ ყველა ასე ვთქვათ მოწინავე ქვეყნის პრაქტიკას გაესწრო მათ შორის სკანდინავიური ქვეყნების ყველა მოწინავე ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის აქედან საქართველოს რეალობისთვის ჩვენი სინამდვილისთვის რომელიც უფრო შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსადეგი რა თქმა უნდა მე ვფიქრობ ძალიან კარგად დამუშავებული ვერსია იქნა წარმოდგენილი იგივე მთავრობიდან პარლამენტში თუმცა საკმაოდ გაუსვამ აი რა განსხვავებაა ჩვენს ხელისუფლებასა და იგივე ნაციონალური მოძრაობის დროინდელ ხელისუფლებაში. იქ როდესაც არა 9 წელს აღარ ვახსენებ, იქ როდესაც შედიოდა კანონპროექტი მთავრობიდან
მე ნამდვილად არ მახსოვს. ან უმრავლესობას იცით რატომ როგორც წესი, აი რაც შედიოდა ყოველ შემთხვევაში თქვენ პირდაპირ ძალიან ეს ვთქვათ მორჩილად იზიარებდით ძალიან ხშირად პრეზიდენტის ინიციატივებს ამიტომ თქვენ რეალობას დაუბრუნდით. თქვენ დისკუსიაში მე მგონი არა ვარ თქვენთან და იცევ თქვენ გაძლევთ სიტყვას. ითქვა რომ ნარმანიას პროექტი, აი ბატონი მამა პავლემ თქვა, არ აღმოჩნდა წარმატებული, ვთქვათ, თუ ამდენი ცვლილება შედის. იზიარებთ ამ პოსტს, ანუ ის კოდექსი, რაც მინისტრმა შემოიტანა, ვთქვათ, მე მთავრობის სახელით, იმ ფორმით აღმოჩნდა, ვთქვათ, არ ვიცი, მისაღები ყველასთვის ფაქტია რომ არა. მე ამ აზრის გაგრძელება მინდა რომ როდესაც მთავრობის მიერ მოწონებულია ეს პროექტი, ეს არ არის ნარმანიას პროექტი, ეს არის მთავრობის პროექტი, რომელიც შემოვიდა პარლამენტში, აბსოლუტურად ნორმალურია და მე მგონი ბატონმა დავით უსუფაშვილმა ძალიან კარგად ახსნა. აბსოლუტურად ნორმალურია, როცა კოალიციაში შემავალი 6 პარტიაა, ხომ? ამდენი დეპუტატია, ცხადია, როცა ფრაქციების შიგნით, იგივე უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს განხილვა, იქ კითხვის ნიშნები უნდა დაისვას, წვავე კითხვებიც უნდა დაისვას, დისკუსიაც უნდა იყოს და უნდა მივიდეთ საუკეთესო გამოსავალამდე. კარგი, და 9 შეკითხვა გამოაგზავნა ნაციონალურმა. ბატონო პავლე, ნიშნავს იმას, რომ პროექტია და ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს გათვალისწინებული შენიშვნები და დიახაც პარლამენტში ეს ცოცხალი პროცესი უნდა იყოს. და არა ის, რომ რასაც შემოიტანს მთავრობა, იმას უაპელაციოდ ვიზიარებდეთ და კიდევ ერთი, რასაც თქვენ ბრძანეთ. ყველა ის ცვლილება, აი ზუსტად იმ შენიშვნების გათვალისწინებით, საკომიტეტო მოსმენები პრინციპში იგივე იურიდიულ კომიტეტში ადამიანი არ ყოფილა და დიახაც დაელოდეთ იმ კვირაში იქნება ეს განხილვები. იმ კვირაში ჩვენ ხდომას გვექნება. ზუსტად ეს შენიშვნები, არა დასწრების უფლება, მე რატომ მოგეცით თქვენ გაქვთ ეს უფლება. ამიტომ ყველა შენიშვნა იქნება გაზიარებული და მთავრობა ეთანხმება უმრავლესობის შენიშვნებს, ასე რომ სამწუხარო ის არის რომ რაღაცა საზოგადოებას არასწორად მიეწოდა. რა თქმა უნდა, კარგია თუ ეთერში ბატონი დავით ნარმანიაც დაждდება, თუ მას ექნება საშუალება რომ დეტალურად ახსნას ეს ყველაფერი, ასე რომ ცოტა საზოგადოებრივი რო გახდეს ჩვენი საუბარი, მე მგონი კონკრეტიკას უნდა დავუბრუნდეთ. კონკრეტული შენიშვნა ეს. აი ქალბატონო მანანამ ახსენა რომ პროექტი შემოვიდა, პროექტი განხილვას ექვემდებარება და ჩვენ ზუსტად ამაზე გვაქვს. ეს პროექტი ის ფურცლები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში განსახილვად, არის ცარიელი ფურცლები. იმიტომ რომ ეს არ პასუხობს არც ერთ კითხვას, რომელიც არის მნიშვნელოვანი თვითმმართველობის რეფორმისთვის. და მაგალითად რა კითხვა? პირველი, არ პასუხობს კითხვას, როდის სტარდება არჩევნები თვითმმართველობის 2014 წელს. ეს ერთი. მეორე, არ პასუხობს კითხვას, რა სისტემით აირჩევა რა სისტემით აირჩევა რაიონი. საარჩევნო კოდექსში შემოვა ცვლილებები. იქნება საარჩევნო კოდექსის შემადგენელი ნაწილი. საარჩევნო კოდექსი უბრალოდ არ წერია ქალბატონმა მანამ. იქნება შემოსული იქნება ეს ძალიან მალე. ეს მერე რომ მოხდება და ჩვენ რომ მოხდეს დაწერა ეგ გავიდა. ძალიან მალე. აი ახლა საშემოდგომო სესიაზე. მართლა რომ თქვენთვისაც საინტერესოა, მე მგონი, იმიტომ რომ თქვენც მერეოდით მე როცა საუბარში და უბრალოდ მე კონკრეტულ რაღაცებს საუბრობ და არა ესე ზოგადად რომ კარგია ყველაფერი კარგად მიდის ნორმალია არის კარგი მინისტრი. მე გიხსნის რატო არ არის კარგი მინისტრი თქვენი მინისტრი. იმიტომ არ არის რომ ამ კითხვაზე ამ პროექტში პასუხი არ არის. არ არის პასუხი თარიღზე, არ არის პასუხი არჩევის წესზე. მე ვისრობ ძელი მოსასმენია ქალბატონმა მანამ. მაინც უნდა მომისმინოთ, იმიტომ რომ მე მგონი თქვენც უნდა გაინტერესოს. ეხლა ამ კითხვებს მე კი არ უნდა ვსვამდეთ. თქვენ უნდა იყოთ აქ თავარი, რომელიც შეხვალთ ნარმანიასთან დებატებში და რომელიც ამაზე უპასუხა. გიპასუხათ რომ მაისში ივნისის დასაწყისში არჩევნებში არჩევნებს დაიწყოს პრეზიდენტი. ნარმანია არ ნიშნავს არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ეს არჩევნები დანარჩენი კითხვა, ბატონო პავლე, გისმენთ? არის თუ არა ამ კანონში არჩევის წესი, როგორ აირჩევა რაიონებში საკრებულოები? არ არის. არის თუ არა აქ კონკრეტული პასუხი, რამდენი მუნიციპალიტეტი იქნება საქართველოში? არ არის კონკრეტული პასუხი. არის თუ არა პასუხი, ზუგდიდი რო გამოეყოფა და ცალკე რო იქნება, დანარჩენი სოფლები როგორ გაერთიანებია? ამაში წერია? არ წერია. არის თუ არა პასუხი, როგორ უნდა მოხდეს დაფინანსება რა წესით და როგორ უნდა განისაზღვროს ეს და რამდენად მეტი უნდა იყოს? სამაგიეროდ რა წერია, იცით გამარტებით ვარაჩი? გამარტებით ვარაში წერია, რომ კი მართალია ხარჯი იზრდებაო, ამით. მაგრამ სამაგიეროდ თვითმმართველობის ბიუროკრატია 14000-დან 8000-მდე მცირდება. ანუ რა ხდება? ხალხს უშვებთ და ხარჯებს ვდით. ეს არის პრინციპი, ეს არის რეფორმა. ამ კითხვებზე თუ პასუხი არ აქვს. ამ კითხვებზე თუ პასუხი არ აქვს. ადამიანების გაშვება ნორმალურია და ხარჯების გაზრდა არ არის ნორმალური. ანუ რა ვიცი, მე გეტყობა ლოგიკას ვერ ხვდები. პირიქით უნდა იყოს, ხო? რაღაც ისეთი რგოლი უნდა არსებობდეს, რომელიც არის ქმედითი და თვითმმართველობასთან დაკავშირებული. აი ბატონი დავითი საუბრობდა
საბჭოები შეიქმნება საკონსულტაციოდ გუბერნატორთან. კიდევ ერთხელ ხას უსვამ, მე არა ვარ არანაირად იმის ილუზიაში, რომ რაღაც არის საფრთხე სეპარატიზმის და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი რამე მაინტერესებს, ამ საბჭოს რა ფუნქცია ექნება? კონსულტაცია უნდა გაიაროს გუბერნატორმა, გაიაროს არჩეულ გამგებელთან. გაიაროს არჩეულ საკრებულოსებთან, ახალ ორგანოს რატო? არჩეულ საკრებულოსებს რატო ქმნით ახალ ორგანოს და ახალ სტრუქტურას? ნაწილი წავა საკრებულოს. აი მაგალითად, ტყიბულის მუნიციპალიტეტში რაღაც იგეგმება მუნიციპალური ფონდიდან და იქედან გამომდინარე უნდა გაიაროს გუბერნატორი. რატო ჩავიდეს გუბერნატორი ადგილზე, მთლიან საკრებულოს შეხვდეს? ეს საბჭო რა შუაშია, საბჭო რა კავშირში. არა, მივხვდი და ზუსტად მაგით ხალბატონმა შეიძლება თქვენ არ ქონიათ შეხება, მე მქონდა შეხება თვითმმართველობას. რო დავა კონკრეტო, ეს საკონსულტაციო საბჭოები არ არის საჭირო თქვენი პოზიცია. აბსოლუტურად ქმედუნარო და მოგონილი პრინციპი. ხარის განვითარებისთვის არის საჭირო. ხარე შედგება ხალბატონმა ტყიბული, თერჯოლა, ქუთაისოვანი. ამიტომ თუ რამე საკეთებ ამის წევრები შევლენ იმ საკონსულტაციო საბჭოში. ნახეთ, როდესაც თქვენ გააქვთ რაიონი და ამ რაიონში რაღაც კეთდება. ამ რაიონის საკრებულოს შეუძლია ჩავიდეს გუბერნატორთან ესაუბროს, როგორ დავგებოთ, როგორ დავიაროთ. არ არის საუბარი. მეორე რაიონში თუ კეთდება, ის მეორე ჩავა და ის მეორე ლაპარაკობს. განვითარებაზე როა საუბარი, მარტო ტყიბულმა ისაუბროს. იმერეთის ცალკე ხო არ არის? იმერეთის, როგორ იმერეთის გზები მაგალითად. რეგიონის განვითარებაზე. ახალი რეგიონი რაღაც ეგეთი არ ხდება. ეს არის რაიონები, რომელსაც სადაც გუბერნატორი უზრუნველყოფს კონკრეტულ სახელმწიფო დაფინანსებას. შეიძლება რამოდენიმე მუნიციპალიტეტს იმერეთში ერთი პრობლემა ქონდეს მოსაგვარებელი და ერთი პროექტი იყოს იმერეთის რეგიონისთვის. ამისთვის არსებობს ხალბატონო მანანა თუ ჩაიხედავთ, არსებობს შესაძლებლობა საკრებულოები დაждდენ და ერთობლივად გადაწყვიტონ რომელი პროექტი როგორ დააფინანსოს. არაფერ კავშირში არ არის იქ რაღაც ახალი სტრუქტურის მოგონება. ამის შესაძლებლობა აქამდეც იყო და მომავალშიც იქნება. მაგრამ ერთი რამე ამ ადამიანს მეც ხომ აკითხებ უკაცრავად და თქვენს გაპასუხებინებ. ისმინება ჯერჯერობით ისე არ კამათობთ ორივე პოზიცია ისმის. ბატონო პავლე, აი ამ საკონსულტაციო საბჭოებზე მინდა გითხოთ, იმიტომ გამოითქვა ესეთი მოსაზრებებიც, რაღაც ოღონ არ ქვია საკონსულტაციო საბჭო დაერქმევა ბატონმა დავითმა თქო უსუფაშომა, რაღაც პოლიტიკური ცენტრის თუ არის პოლიტიკური ინტერესების ერთგვარი პარლამენტის რაღაც აი ესეთი იმის შექმნის საფრთხეს ხედავთ? კი განიმარტა რომ სამართლებრივის არა აქვს. ერთად აქ საფრთხეზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, რაღაცას რო შევქმნით, იმას ფუნქცია ექნება თუ არა. ანუ ფუნქციო იქნება, ფიქრობ და ისმიდა სწორედ რაღაც შევაჯამო აბსოლუტურად ფუნქციო იქნება ის საბჭო, რომელიც შეიქმნება გუბერნატორთან და რომელიცაც საკონსულტაციო ფუნქცია. ამის კონსულტაციები თავისუფლად შეიძლება გაწიოს ნებისმიერმა საკრებულომ და არჩეულმა გამგებელმა ან მერმა. მაგრამ ამ ადამიანების პრობლემა სხვა რამეშია და დღეს ამაზე საუბრობდნენ თვითმმართველობის ასოციაციის წარმომადგენლები. იცით რამდენი პროცენტით არის დაფინანსებული მუნიციპალური პროგრამები, ანუ ის პროგრამები, რომელზეც ხალბატონი მანანა ამბობს, რომ ადგილებზე უნდა ფინანსდებოდეს. 12%-ია სულ დაფინანსებული. მათ შორის და ამ მუნიციპალიტეტებს, ამ მუნიციპალური პროგრამის გათვალისწინებულ თანხებს აკლებენ. ეს რომელი თანხებია? ის 700-800 მილიონია, რომელიც არ შემოვიდა. და ამიტომ არის, ვინ დაზარალდა ამით? დაზარალდა ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, სამაგიეროდ რამდენი აქვს შესრულება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ბატონი ნარმანიას სამინისტროს 98%. ანუ 1 ოქტომბრის მონაცემებით უკვე ამოწურული აქვს მთელი თანხა. ვის დააკდა ეს ყველაფერი? თვითმმართველობებს. და ეხლა მოდიან და გვეუბნებიან, რომ თვითმმართველობებისთვის კეთდება თურმე ეს ყველაფერი. პირიქით არის, რეალურად ამ რეფორმის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს არ არის ორიენტირებული თვითმმართველობების გაძლიერებაზე. არანაირი ახალი არაფერი ახალი აქ არ წერია ხალბატონი მანანა ამბობდა რომ რაღაც შემოვიდა პროექტი და იქნებ დავამუშავოთ. არაფერი არ შემოსულა ხალბატონი მანანა. სიახლეც არ არის. ცარიელი ფურსებია რეალურად და ეხლა ვიწყებთ ფიქს თქვენთან ერთად რაც კარგია. მე იმას კი არ ვამბობ რომ გავაგრძელოთ ან რაღაცა გადავდოთ საქმის განხილვა ან რაღაც. ან ეხლა იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც შეფასება რომ არ უნდა გაჩერდეს, ან კი რა თქმა უნდა არ უნდა გაჩერდეს, მაგრამ მეორე მხრივ შეფასება გააკეთეს რომ ადრეო ხელისუფლება იყენებდა სეპარატიზმის საფრთხეს იმისთვის რომ თვითმმართველობის ერთი შემთხვევა გამახსენეთ, როდესაც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩვენ ვამბობდით რომ თვითმმართველობის განვითარება სეპარატიზმის საფრთხეს ელმოდგა. არ ყოფილა ეგეთ რამე. ამიტომ ყველას ვინც ამ საქმეში არის ჩართული. იქნება ეს პოლიტიკური პარტია, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, მით უმეტეს ხელისუფლება, მით უმეტეს მინისტრი, რომელსაც იმედიცესი აქვს უმრავლესობის წარმომადგენლებს, მეტი პასუხისგებლობა მართებთ და უფრო მეტად მომზადებული დებატებისთვის უნდა ვიყოთ სად. კარგით, ხალბატონო მანანა გაძლიერდა დროს უპასუხო ახლა ბატონო პავლე, ის რომ თვითმმართველობა რეალურად ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა და ის რომ პირიქით 2006 წლიდან თვითმმართველი ერთეულების შემცირებისკენ წავიდა ხელისუფლება, მე მგონი ამაში დამემოწმებით. ის რომ გუბერნატორი, ეხლა არ შემეპასუხოთ ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ეს ჩემი დროა. ის რომ გუბერნატორები დიახ ერთპიროვნულად პრეზიდენტის მიერ დანიშნულები. მხოლოდ და მხოლოდ გეტყვით, აი რისთვის იქნება ის საბჭოები. მხოლოდ და მხოლოდ დიახ ასრულებდნენ
პრეზიდენტის ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირ დავალებებს ძალიან ხშირად პოლიტიკურ დავალებებს რა თქმა უნდა კი არ მინდა ჩარევა მაგრამ თქვენთანაც ეგრე არის ალბათ გუბერნატორი არის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი მაგრამ გასაგებია მაგრამ იმისთვის რომ ამ გუბერნატორს რომელიც იქ მხარეში არის დიახ ცენტრალური ხელისუფლების და მთავრობის წარმომადგენელი მას კონდეს კოორდინაცია ადგილზე თვითმართველ ერთეულებთან და მათი საჭიროებები კონდეს უფრო მეტად გააზრებული და გათავისებული და მიტანილი სწორედ მათი მეშვეობით ცენტრალურ ხელისუფლებამდე და მთავრობამდე ამისთვის იქნება ეს საკონსულტაციო საბჭოები თქვენ თუ ამაში ხედავთ პრობლემას არა პრობლემას კი არ ხედავთ უფუნქციო არის ბიუროკრატია ზედმეტი არის უფუნქციო იმიტომ არ არის რომ რეგიონის განვითარებაზე ჩვენ თუ ვფიქრობთ ცალკე აღებულ შესაძლებელი უკაცრავად რაც უნდა მაგას ცალკე ვიღაცის მოგონება მაგალითად რაღაცა უკაცრავად დამასრულებინეთ რაღაც ჰიდროელექტროსადგური რომელიც უნდა აშენდეს არა მხოლოდ ტყიბულში ან ამბროლაურში არამედ იმერეთის რეგიონში ხომ მაგალითისთვის ვამბობ იმისთვის რომ ამ რეგიონულ პროექტს კონდეს მხარდაჭერა იმისთვის რომ ადგილობრივი საჭიროებები იყოს გათვალისწინებული ცხადია სწორედ აი ამ საკრებულოებიდან არჩეული ან გნებავთ იგივე გამგებლები ავიღოთ არჩეული საკრებულოების წარმომადგენლები როგორც საკრებულო ამბროლაური ადამიანი მაგრამ უნდა შეიძლება საკრებულოების წარმომადგენლები რომლებიც კი საკონსულტაციო ხელი საკრებულოები ყველა ერთად შევკრიბოთ კი აბარა და ეს იქნება მოქნილი მექანიზმი როგორც თვითმმართველობა ხალბატონო ყველა ამ რაიონიდან 20 კაცი იქიდან 30 კაცი იქიდან შევკრიბოთ ეს და იმის ფუნქციებს უწყვეტ აბარა უნდა მოხდეს უკაცრავად მაგრამ დელეგირება რომ მისცენ გარკვეულ წევრებს და გადაწყვეტილებას თუ მიიღებს თვითმმართველობა აბარა ასიზამს გადაწყვეტილება მიიღოს ჩვენ ახლა იცით რაზე ვკამათობთ რომ ისე თქვენ ამბობთ რომ თურმე ერთმართველობა გუბერნატორის არის უფრო კარგი ვიდრე ის რომ მან კონსულტაციები გაიაროს ადგილზე ხალხის მიერ არჩეული დეპუტატებისგან ხო ანუ ის წარმომადგენლების ხომ გითხეთ ახლა ორი სიტყვით გეტყვით თქვენ ამბობთ რომ გუბერნატორმა გაიაროს კონსულტაციები საკრებულოდან მხოლოდ ორ ადამიანთან და მე ვამბობ რომ თელ საკრებულოსთან გაიაროს კონსულტაცია ვიღაცა კი არ ამოარჩიოს იმიტომ რომ ამოარჩევენ მაინც ოცნების წარმომადგენლებს მე ვიღაცა თქვენ ამის გეშინიათ ნაცვლად ვერ მოხდება საკრებულოში ახლა ეს ჩვენი როგორ დარეგულირდა მაგრამ შიშზე არ არის საუბარი სხვა რამეზეა რეალურად მარტივად აგიხსნა თვითონ საკრებულო გადაწყვეტს ვის წარადგენენ და ვის ასე თქვა თელი საკრებულო უნდა იყოს ამაში ჩართული ეს საინტერესო კითხვაა გაჩნდა ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ შეიძლება უფრო მეტად საკრებულოში თუ უბრალესობა იქნება არჩეულ გამგებლებისგან შექმნით ამ საკონსულტაციო საბჭოს ანუ გამგებლები რომლებიც ასევე არჩეული არიან თუ კი ისინი იქნებიან საკონსულტაციო საბჭოში ჩემი პირადი მოსაზრება თუ გაინტერესებთ ფიქრობ რომ შესაძლებელი ეს უფრო მოქნილი იყოს არა თუ ყველა საკრებულოს ერთობა არამედ არჩეული გამგებლების ერთი კითხვა მინდა დავსვა თუ საკრებულო ირჩევს ამ წარმომადგენელ ადამიანს უკაცრავად ერთი კითხვას დავსვა მაყურებელს აინტერესებს დარწმუნებული ვარ თუ საკრებულო ირჩევს ამ წარმომადგენელ ადამიანს მე იმ საკონსულტაციო საბჭოში და უმრავლესობა არის თქვა ხელისუფლება წარმოდგენილი არ აქვს ამ დროს რომელი პარტია მნიშვნელობა ანუ არც ოპოზიციას და ხელისუფლება მაინტერესებს ეს იქნება სულ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შექმნილი საკონსულტაციო საბჭო იმიტომ რომ უმრავლესობა წარადგენს ალბათ თავის კანდიდატურას და გაიტანს კიდეც. ანუ ოპოზიციის ხმა ამ საკონსულტაციო საბჭოში ხო არის კარგება? ოპოზიციის ხმა როგორც ისმის პარლამენტში, ისე უნდა ისმოდეს ოპოზიციის ხმა. საკონსულტაციო საბჭოში როგორ მოხდება ამას ვკითხულობ. იმიტომ რომ საკრებულო წყვეტს ვინ გაუშვა? საკრებულოში უმრავლესობა. შესაძლებელია ქალბატონო ნინო იქ ზუსტად ოპოზიციას კონდეს ის ერთი ხმა. ეს არ არის პრობლემა, რომელიც კიდე დეტალებია გასაწერია ამას გულისხმობს. ჩვენ ახლა პრინციპებზე ვქადებით. ეს არ არის მუხლობრივი, ეს არის პირველი მოსმენის. პირველი მოსმენის საკითხი ის არის, რომ გვინდა თუ არა უფრო მეტი თვითმართველი ქალაქი და ყველა პარტიის პროგრამა რო აიღოთ, ყველგან ნახავთ რომ ყველას უნდა ეს, უფრო მეტიც აი ქედემე მაგალითად ამბობდა რომ აი 13 ქალაქი უნდა ყოფილიყო ჩვენ 12-ზე ვჩერდებით ამ ეტაპზე, ხო? გვინდა თუ არა არჩეული მერები, რა თქმა უნდა გვინდა, გვინდა თუ არა არჩეული გამგებლები, რა თქმა უნდა გვინდა თუ არა რომ გუბერნატორი არ იყოს ხოლმე ერთპიროვნული მმართველი და გარკვეულწილად კონდეს დიახაც კომუნიკაცია და ასე ვთქვათ კონსულტაციის დონეზე მაინც ურთიერთობა აი ამ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებთან, რა თქმა უნდა, ამაში არაფერი ცუდი არ არის, პირიქით, ეს არის კარგი, რაც შეეხება საარჩევნო თარიღს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაში საარჩევნო კოდექსში ვერ ჩავწერდით, ეს დადგენილია, რა თქმა უნდა,
კონსტიტუციით, როდის ამოეწურა ვადა, ყველამ ვიცით, მაისში ეწურებათ ვადა თვითმმართველ ორგანოებს, ცხადია პრეზიდენტი დანიშნავს არჩევნებს და ეს არ არის ნორმანდიის პრეროგატივა. გარდა ამისა, რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, ძალიან მალე საარჩევნო, იცით რომ ინტერფრაქციული ჯგუფია შექმნილი პარლამენტში, აუცილებლად სწორედ ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში და არა ისე რომ ერთმა რომელიმე სამინისტრომ წარმოადგინოს კანონპროექტი, სულაც არ იყო ეს ნორმანდიის პრეროგატივა და თუ ასე ვთქვათ რეგიონული სამინისტროსი, რა თქმა უნდა ეს უნდა ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში ვიმსჯელოთ, როგორი არჩევნები გვინდა და შევიტანოთ ცვლილება საარჩევნო კოდექსში. ეს მოესწრება საშემოდგომო სესიაზეც, არ არის ამისი რაღაცა განსაკუთრებული ვადების ასე ვთქვათ საჭიროება და დამერწმუნეთ მაისამდე გამართული კანონმდებლობით მივართ არჩევნებში. მარტივად ვიტყვი გამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით. კი ბატონო, მაშინ გითხეთ და არა, უბნებზე და ამაზე მინდა და მე მეკითხა, იქ სოფლის უბნებზე იყო ასევე საუბარი და საბჭოებზე, მაგრამ თუ გნებავთ ესეც მინდა თქვა, რომ აბსოლუტურად უფუნქციო, გაუმართლებელი, გაუაზრებელი ნაბიჯი არის. სოფლის საბჭოებზე აღარ მიდის საუბარი. ანუ ეს ნორმანდიის იდეა ამასთან დაკავშირებით ან თქვა უბნების საბჭოები აღარ იქნება ქალაქში უბანში საბჭოების თემა მოიხსნა. აღარ არის, მოიხსნა ეს თემა და რა ისე ვიქნებიო. სოფლებში რჩება ისე ვიქნებიო. ხო, კანონში ჯერჯერობით წერია ყოველ შემთხვევაში. ვიდეოთ ისე ვიქრო, ეს კოდექსი არის მომზადებელი და ამ მომზადებლობისში მთავარი დამნაშავე დღეს არის საერთოდ მერობის კანდიდატად წარდგენილი ქართული ოცნების მხრიდან. ამას თავი საარჩევნო კამპანიის ანტიკამპანიას აწარმოებს. არ არის ნორმანდია ავტორი ამის. ნორმანდია არ არის, მთავრობა ამის. მთავრობაზე ვინ წერია, მთავრობა ერთად ხო არ დაждდა, მთავრობაზე გაიტანა ნორმანდია. ვიზირება მოხდა და შემოვიდა პარლამენტში. გავიგე, მესმის რომ გინდათ რომ დაიცვათ ეს ადამიანი. სწორედ კანდიდატებზე მინდა ბოლო კითხვა და მარტივად შემეძლია თქვა ქალბატონმა. არის რაღაც რასთან დაკავშირებითაც ჩვენ შეიძლება ნაბიჯი გადავდოთ და თქვათ რომ სწორი იქნება, სწორია თუ გაკეთდება. მათ შორის პირდაპირ არჩეული მერები და გამგებლები. სწორი იქნება თუ გაკეთდება და ამას ხარს დაუჭერთ. ოღონდ ეს ყველაფერი დღეს კოდექსში არ წერია და ამიტომ არის გაუგებრობაში ეს ხალხი. მათ შორის უმრავლესობის დიდი ნაწილი. სწორი იქნება ის თუ დაფინანსება გაერძდება თვითმმართველობებს. ბატონი დავით საუბრობდა რომ აი საგადასახადო შემოსავლების ნაწილი პირდაპირ გადაეცემა თვითმმართველობებს. საწერია. ესე არ არის ამაზეა საუბარი. ამაზე ჩვენ რეფორმის შემდეგ, ანუ არჩევნების შემდეგ, მეგეთქვით 2014 წელს თვისობრივი ცვლილება ვერ მოხდება ბიუჯეტში, ეს რეფორმის დასაწყისია. ქალბატონმა არ არის დამტკიცებული ეს ბიუჯეტი და გაითვალისწინეთ. წელს იქნება სწორედ ყველა იმ მუნიციპალიტეტზე. ჯერ ხო უნდა შეიქმნას ეს მუნიციპალიტეტი. შეიძლება რომ დავასრულო. მუნიციპალიტეტები არა გაქვთ ამაზე პასუხები და არჩევნების შემდეგ იქნება მუნიციპალიტეტი. ასე კი მე ანუ ჯერ არ წერია, უნდა ჩაიწეროს, ახლა ამაზე დავა, ამიტომ გააგრძელოს შინაარსი. იგივე პრობლემა აქვს უბრალოდ რომ რაც არ წერია ხა იმაზე როგორ თქვას რომ ეგეთ რამე ხდება. ანუ ეს ყველაფერი ნაბიჯ უნდა გადაიდგას და უნდა გავაკეთოთ და ჩვენ თვითმმართველობის გაძლიერებას ხელ შევუწყობთ. იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით სწორედ ის ხალხი, რომლებმაც დაიწყეთ თვითმმართველობის გაძლიერება. მათ შორის იმით, რომ თქვენ გახსოვთ ქალბატონმა, იყო პერიოდი, როდესაც გამგებლებს და მერებს საერთოდ პრეზიდენტი ნიშნავდა. და ეს შევცვალეთ. იყო პერიოდი, როდესაც თბილისის საკრებულო ირჩევდა შემდეგ მერს ამის შემდეგ შევცვალეთ და კიდე ერთი ნაბიჯი გადავდგით და თბილისის მერი გახდა არჩევითი. ეხა უფრო წინ წავიდეთ, კი ბატონო, წავიდეთ. მერი არ გახდა არჩევითი, ხო? უბრალოდ დავასრულო ქალბატონმა. შემდეგ ნაბიჯს გამთ ხო? ამაში მოხვებით, მაგრამ ეგ არ გიწერიათ კოდექსში. ამაშია თქვენი უბედურება, რომ ეს ყველაფერი თუ ჩაიწერება, რა თქმა უნდა, ითქვის ყველა, რომ კი, გადავდგათ ეს ნაბიჯი. მაგრამ თქვენ ამასაც არ წერთ. ეხა პროცესი როგორ წარმოგვიდგენია რა? პროცესი წარმოგვიდგენია ესე: ჯერ კანონს მივიღებთ, ამის შემდეგ საარჩევნო კოდექსში შემოვა იქ რაღაც იმასაც მივიღებთ და გავიტანთ. ოღონდ ჯერ ეს ყველაფერი არ არის და ამიტომ ამას რეფორმა ნაკლებად ეწოდება. ამის შემდეგ შეიკრიბება ზუგდიდის საკრებულო და გადაწყვეტს როგორ მოხდეს დაყოფა და ამის შემდეგ იქნება წარმოდგენილი ზუგდიდის საკრებულო არა სამთავრობო კომისია წყვეტს სად შეიქმნას მუნიციპალიტეტები და შემდეგ შემოდის პარლამენტში უკაცრავად სამთავრობო კომისიაში რა თქმა უნდა ზუგდიდსაც ეკითხებიან სამთავრობო კომისია შემოიტანს აპრილის დღემდე რეალურად არ გვეცოდინება რამდენ მუნიციპალიტეტში ვირჩევთ საკრებულოებს რამდენი მუნიციპალიტეტი ესეც არ გვეცოდინება ამიტომ არის კითხვის ნიშნის ქვეშ ის არჩევნების არის ვიცით ეხლა სადაც ვირჩევთ ეხლა ვირჩევთ 12 ქალაქში სადაც უნდა ავირჩიოთ ხო 12 ქალაქის გარდა ქალბატონმა გასაგებია კი ბატონო სამთავრობო გამოყოფთ ის სოფლები როგორ იყოფა კანონში ვერ ჩაიწერებოდა კომისიამ უნდა გადაწყვეტოს კომისიამ უნდა გადაწყვეტოს ამას დრო დაჭირდება. გაწერილია როგორც უნდა დაიყოს. 6 თვე მუშაობდით იმაზე, რომ ცარიელი ფურცელი მოგეტანოთ ბოლოს პარლამენტში და ეხა ამას წარმომიდგენია საერთოდ როგორ გააკეთებთ. მაგრამ მეორეც არის, თავარი მე მაინც მინდა ერთ რამეს ხაოსვა ხაზი. თავარი ზიანი ჩემი აზრით, რაც მოიტანა ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობისთვის. ეს არის ის პრეცედენტი, რომელიც შეიქმნა ძალიან ცუდი. ეს პრეცედენტი მდგომარეობს შემდეგში. ცენტრალურ ხელისუფლებაში
ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვია ცვლილებები ადგილებზე და თქვენ გახსოვთ ეს როგორი ფორმებით ხდება ქალბატონ მანანასაც ახსოვს. და ყველგან საკრებულოებში მოხდა ზოგან ძალით, ზოგან მუხარით, ზოგან რაღაცით გადალაგება ამის და თან. ეს არის მთავარი საფრთხე, რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ რეალურად თვითმმართველობებთან მიმართებაში და რეალურად მათ ამით ერთი ნაბიჯი უკან გადადგეს, იმიტომ რომ შეიქმნა პრეცედენტი, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში ხელისუფლების ცვლილებამ უნდა გამოიწვიოს ადგილებზე საკრებულოს თავმჯდომარეების და გამგებლების გადაყენება. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც დღეს არის. და რაც შეეხება მომავალზე ვილაპარაკოთ თუ არა, ჩვენ მზადავართ ყველა კონსტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით. პირდაპირ არჩევნებთან დაკავშირებით. კონკრეტულ კონსტრუქციულ ნაბიჯს მხარს დაუჭერთ. მაგრამ უფუნქციო ბიუროკრატიის გაზდას, სამუშაო ადგილების შემცირებას 14000-დან 8000-მდე, თანხების შემცირებას თვითმმართველობებისათვის. ამას მხარს არ დაუჭერთ არასდროს, ეს შემიძლია ახლა. კარგი, და მე მინდა კითხოთ აი ყველაფრიდან გამომდინარე, ქალბატონო მან, ანუ რატომ შემოვიდა ასეთი ხარვეზიანი, შეიძლება არ ვცასწროები ხმა, რომ პროექტი, ანუ ხო გაიარა ამან ეს ბევრი რაღაცის ცვლილებაზეა საუბარი კოდექსის ცვლილებაზე, რომელიც არის სხვა კანონი, ანუ ეს არ არის თვითმმართველობის კოდექსი. ამიტომ თვითმმართველობის კოდექსზე გეკითხებით რა. შესაბამისად, ახლა რასაც ბატონი პავლე ამბობს, აი რა სად იქნება არჩევნები, როგორ ავირჩევთ, რა წესით ავირჩევთ, როდის ავირჩევთ, როდის იქნება არჩევნები. ამას ყველაფერს საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების ინიცირებით ყველანაირ პრობლემას მოუხსნით, ასე რომ ეს იქნება საბჭოები უცებ აღმოსავლეთ აღარ იქნება, ანუ ბევრი ცვლილება შევიდა უკვე ამ სტუდიაში. კოდექსის ცვლილებებზე იქნება იგივე ამბავი, რატო ესეთი სისტემით, რატო ისეთი. რა თქმა უნდა, ეს დისკუსია და ეს ჯანსაღი პროცესია. აქ არაფერი გასაკვირი არის. არა ჯანსაღი ის იყო, არაფერზე დისკუსია რო არ იყო ამ ქვეყანაში. არა ჯანსაღი ის იყო, თვითონ უმრავლესობა რომ არაფერს არ ეკითხებოდა. არა ჯანსაღი ის არის, რომ არაფერი არ მოგაქვს პარლამენტში და ნოლიდან. აი ამ გაუგებრობებში რომ მოგახვედრეთ, ეს არის როგორი იყო ის თვითმმართველობები ძალიან კარგად იცით და ყველაფერი გარკვეული ყოფილიყო. როგორი იყო ის თვითმმართველობები? აბა მითხარ. აბსოლუტურად მოუქნელი. იგივე ზუსტად იგივე თვითმმართველობის მოდელი არის შემოტანილი ამ დაკავებული იყო პარტიული, თქვენი პარტიული ნაცმოძრაობის ინტერესების გადაღებით. ეს იყო. ნახეთ როგორ არის ამას უნდა უპასუხოთ. რეპლიკით უნდა უპასუხოთ. ჩვენ დავაკომპლექტეთ არჩევნების გზით დავაკომპლექტეთ თვითმმართველობები და ადგილებზე ხალხო ხარი დაუჭირა ნაციონალურ მოძრაობას. ძალიან კარგი არჩევნები, რომელიც არა ქალბატონ მანანდა შეგვიძლია ქართულმა ოცნებამ თავისი მიზნების გასატარებლად მიმართა დაშინებას, გადაბირებას და ამიტომ არის რომ დღეს უმრავლესობას ფაქტიურად 60-მდე მუნიციპალიტეტს მარტოში ქალბატონ მანანდა. თეთრი წყაროში ქალბატონ მანანდა. როგორ არ ვინ დააშინეთ? 12 ჯერ იყო ადამიანი, 12 ჯერ იყო დაკითხვაზე. და რატომ იყო დაკითხვაზე? იმიტომ რომ გინდათ რომ რაღაცა არა. იმიტომ რომ გინდათ რომ მან დაგიწყოთ ადგილი. აი ამიტომ კარგი ეს არის ჩვენი მიზა. ეს სხვა გზა არ არის. მიდის ეს კამათი და უნდა დავასრულო ქალბატონო მანანდა. რაზე საუბრობთ? თქვენ ხალხი ეგრე არ არის. აიღეთ ადგილობრივი თვითმმართველობის აქტები. რა ტიპის აქტები გამოდიოდა? რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ? აბსოლუტურად ძალიან კარგი. აი იგივე საგზელოთ ქალბატონ მანანდა. ეხაც გინდათ რომ თვითი დაუქნიოთ რომ თუ ვინმე ამას შეეწინააღმდეგებს. მოკლე კითხვა მინდა დავსვა და მოკლე როგორ გადაიქეთ? ხადური არის პროკურორი, ნარმანია პროკურორი. ეხლა ამდენჯერ ახსენეთ ბოლო კითხვა, სწორედ ეს მინდა ქალბატონო მანანდა თქვენ თქვით რომ საარჩევნო კამპანიის ანტიკამპანიაა, მაგრამ ნუ კამპანია დაიწყო ნაციონალურ მოძრაობამ, არჩევნები მოდის და ბუნებრივია ნელ-ნელა გადავა ქვეყანამ თვითმმართველობის წინა საარჩევნო კამპანიაში და დავით ნარმანიაზე მინდა კითხოთ. ამდენი ვთქვათ შენიშვნა იყო ხარვეზი თუ ჩასწორება არ ვიცი, მაგრამ ნუ ფაქტია რომ მისი შეტანილი კოდექსის ირგვლივ ამ განხილვას მოყვა უკვე შეკითხვები მის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც. რჩება დარჩება ის მერობის კანდიდატად, მოკლედ აქვს რამე შეკითხვები მართლ გულწმასთან, თუ ფიქრობთ რომ ის თუ გაჩნდა რამე კითხვის ნიშნები, აი ეს მინდა ვიკითხო, თუ ის რჩება ალტერნატივო კანდიდატად. არ არის დავით ნარმანიასთან, მე ვფიქრობ რომ ის არის ძალიან ღირსეული კანდიდატი. მე ვფიქრობ ძალიან სამარცხვინოა ის რაც წამოვიდა რომ აი თბილისელი და თბილისში დაბადებული სირცხვილია როცა ამაზე ვსაუბრობთ მართლა 21 საუკუნეში ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი რომელიც ძალიან კომპეტენტურია საკმაოდ განათლებით საკმაოდ გამოცდილებით და ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია ასე რომ მე ვფიქრობ თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ რომ ქართული ოცნება ამ შემთხვევაში ძალიან ღირსეულად ჩაატარებს ამ არჩევნებს და ნამდვილად გავა ის კანდიდატი რომელიც იქნება ღირსეული და ვთვლი რომ ასეთია დავით ნარმანია დარწმუნებული ვარ თბილისს ეყოლება ძალიან ღირსეული მერი და არა ისეთი როგორიც სამწუხარო წლების განმავლობაში ყავდა თბილისს აბსოლუტურად როგორიც ყავდა და როგორიც ყავს აღარ მინდა ხარ არ ვისაუბრებ ამას ბევრად განსხვავებული ელემენტარულად საკუთარ ქალაქთან და საკუთარ ხალხთან საუბარი ეწოდინება ისე რომ არ შექმნას ძალიან ბევრი პრობლემა ერთი წუთი მე თქვენ კანდიდატს უნდა კითხოთ აუცილებლად ორი სიტყვით კი არა ეს მაინტერესებს პრაიმერისის იდეა გამოითქვა
უალტერნატივო კანდიდატი იქნება, ანუ კანდიდატი იქნება გიგი უგულავა ისევ ნაციონალური მოძრაობის და კანდიდატთან დაკავშირებით როდესაც გადაწყდება ეს ცნობილია, ხო, ნუ არის შანსები მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობის თვითმმართველობის არჩევნებზე. როდესაც გადაწყდება ეს საკითხი, მე შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ თქვენ სტუდიაში ისაუბრებს ჩვენი მერობის კანდიდატი, მაგრამ რაც შეეხება ბატონ ნარმანიას, რომლის სიდიადეზე აქ გვესაუბრეთ, მის სახელს უკავშირდება ჩავარდნილი რეფორმა, რომელიც ეხა უნდა ამოვწიოთ და ჩვენი დახმარებით ისევ ალბათ რაღაცას თვითმმართველობის, რომელიც ეხა არის მის სახელს უკავშირდება დაუფინანსებელი თვითმმართველობები და ის რომ 700 მილიონი რეალურად თვითმმართველობებს დააკლეს, ეს არის ნარმანიას სახელთან დაკავშირებული, მის სახელს უკავშირდება გაჩერებული რკინიგზის შემოვლითი გზა, რომელზეც ეხლა მიხვდა მთავრობა და სანამ ეკონომიკური საფრთხე არ შეიკრიბა, მანამდე შეისწავლე, ისე ვერ გაიგება. როდესაც ქალბატონი მანან საუბრობს, როგორი მერი ყავდა და როგორი ეყოლება, მერი ყავდა ისეთ, რომელიც გეგმავდა შემოვლით გზას, იმისათვის რომ უკეთესი პირობები ყოფილიყო თბილისელებისთვის და ეხლა შეიძლება იყოს მინისტრი ადამიანი, რომელმაც არც კონკრეტული თვითმმართველობები დააფინანსა, კონკრეტული პროექტები შეაჩერა, თვითმმართველობის რეფორმა ჩააგდო, ამ ადამიანთან მიმართ კითხვები რა თქმა უნდა არის, რაც შეეხება თვითმმართველობასთან მიმართებაში, როგორი არის ნაციონალების შანსები და როდის, ანუ თქვენი პროგნოზი როგორია, მოდი ესე ვთქვათ და კანდიდატი როდის იქნება ცნობილი. მე არ მინდა ეხა ამ საუბარში შევიდე, ერთი რამე შემიძლია ვთქვა. ნახე გალბატონი მანანეს გუნდის მიერ დანიშნული ქუთაისის მერი და მისი განცხადებებიც ნახე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება ანალოგიურად კომიკურ სიტუაციაში ჩავარდეთ. და კიდევ ერთხელ ხას უსვამ წარმომავლობასთან ბატონ ნარმანიასი არანაირი პრობლემა არავის არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ეს ადამიანი არის სწორედ არაკომპეტენტური, ის რომელმაც ჩააგდო ყველა საქმე, რომელიც მას ჰქონდა დავალებული. კარგი, თქვენი კანდიდატურით იქნება ცნობილი, არ მითხარით, თუ გნებავთ რეპლიკის სახით დავით ნარმანიაზე რომ გასცეთ პასუხი თქვენი კანდიდატია და მოჩვენეთ. ჩააგდო ამ ქვეყანაში, არა მარტო თბილისში, ამომრჩევლებმა გასცეს პასუხი, ამათი რეიტინგი რო ეცემა ცხადია, ვითომ 54% უკაცრავად, ვითომ 45% შემდეგ 20% და დამერწმუნად შეიძლება 10%-ზეც აღარ იყოს საუბარი, იმიტომ რომ თქვენ ნელ-ნელა ხალხს აჩვენეთ, ასე რომ ნამდვილად თქვენი ოპტიმიზმი ცოტა არ იყოს მართლა იუმორისფეროა, უკვე პირდაპირ გეტყვით. ნამდვილად სასაცილოა. თქვენთვის ალბათ ძალიან რთულია რომ იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში გეთდებოდა, ისაუბროთ და სწორედ ამიტომ როცა მადლობა, აღარ გაგრძელოთ ძალიან გთხოვთ. ახაშენებელი გიფსოკარდონით და იუსტიციის სახლი ესო ჩამოგვივარდა. იუსტიციის სახლი, რომელიც არის სიმბოლო ამ ქალაქის უკვე, კი არ ჩამოვარდა ქალბატონი მანან, იმას სჭირდებოდა მონიტორინგი. ქალბატონი მანან. სახურავი მოძრა ბერძო და წვიმარო ჩამოდის. იუსტიციის მინისტრი მარტო მაშინ რო შედის, როცა რაღაც ჩამოვარდა. ეს მერის პროექტები, ამიტომ უკამათობთ ამაზე. არა, მე სიზარ მერის პროექტები არც ერთი არ ვარ, და აღარ უკამათობთ. სწორედ ბოლო 9 წლის განმავლობაში ძალიან დიდი დიდი მადლობა დავასრულეთ. ახალი ძეგლების აშენების ხარჯზე მათ შორის. დავასრულეთ. ძალიან დიდი მადლობა მანენა კობახიძე, პავლე კუბლაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით, მომავალ პარასკევს ამ სტუდიაში კვლავ მომავალი კვირის მთავარ თემას შევაჯამებთ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ.